მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებელებო და მსმენელებო. დღე 12 აგვისტოა მეგიბრუნდები სპორტული სიახლეებით. დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ ხვალ UEFA სუპერთასის ფინალია ხვალ მორიგი მატჩი პარი სენ-ჟერმენი ტოტენჰემი, რომელიც საოცარი მატჩი იქნება და ძალიან დაძაბულ მატჩს ვიხილავთ. მე ვიტყვი გამარჯვებული გუნდის გამოსავლენად კი სრულიად 90 წუთი იქნება სრულიად საკმარისი ჩემი აზრით. თქვენ დააფიქსირეთ თქვენი აზრით, რას ფიქრობთ თქვენ, ვინ მოიგებს სუპერთასს, პარი სენ-ჟერმენი თუ ტოტენჰემი? როგორც მოგეხსენებათ, პარი სენ-ჟერმენი არის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ტოტენჰემი კი ევროპის ჩემპიონია და რა თქმა უნდა აქ ტოტენჰემს კი ამით ძალიან დიდი შანსი მოიპოვა, რომ რათა წელს ითამაშოს ჩემპიონთა ლიგა, რომელიც ოქტომბერ-სექტემბერში დაიწყება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფები და ასე შემდეგ. მხოლოდ 24 გუნდი გავა, საუკეთესო 24 გუნდი. ეხლა კი როგორც ვიცით, მე მინდა გითხრათ, აუცილებლად არ უნდა გამოგჩეს ეს ამბავი. კრისტალ პალასი ლივერპული ძალიან დაძაბული მატჩი გამოდგა. ლივერპული ბოლო წუთამდე იგებდა 1-2 და კომპრესირებულ დროში მხოლოდ 5 წუთი იყო დამატებული და თამაში დასრულებამდე 5 წუთი იყო დარჩენილი და კრისტალ პალასმა გაუტანა ლივერპულს და პენალტების სერიამდე მივიდა საქმე და ლივერპულმა მხოლოდ 3 პენალტი ვერ გამოიყენა და კრისტალ პალასმა მხოლოდ 2 პენალტი ვერ გამოიყენა. ჩემო კეთილო ხალხო და ლივერპული კი წააგო ტიტული და კრისტალ პალასმა მოიგო სრულიად მოულოდნელად სენსაციური მატჩი იყო. ეხლა კი რა შეეხება, როგორც ვიცით, ხვალინდელ მატჩში დონარუმა არ იქნება და ეს მიზეზები ჯერჯერობით არა ცნობილი და როგორც ვიცით, მე ეს გვერდზე წავიკითხე, რომ რაღაც პრობლემების გამო არ იქნება დონარუმა ხვალ სტარტო შემადგენლობაში და ასე შემდეგ. ეხლა კი რა შეეხება, თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ და ლაიქეთ. მე შემოგთავაზე შემდეგი ანონსი გვექნება 15 აგვისტოს. ჩემო კეთილო მსმენელებო, დიდი